ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე საქმიანი ღონისძიებების დიდი ნაწილი გაუქმდა ან გადავადდა, როდესაც კორპორაცია წყვეტს სად წავიდეს და ჩაატაროს თავისი ღონისძიება, პირველი კრიტერიუმები უსაფრთხოება, დემოკრატიული პროცესები, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ახლო მომავალში რამდენიმე თვე მაინც ამოვარდნილი ვართ იმ ქვეყნების სიიდან, რომელსაც დამკვეთები ღონისძიების ჩასატარებლად განიხილავენ. ეს განცხადება ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გააკეთა კომპანია BTL Georgias დამფუძნებელმა. საინტერესოა დაბრუნდა თუ არა საქართველოს კორპორაციული ღონისძიებების დღის წესრიგში და როგორ ვითარდება პროცესები საქმიან ტურიზმში. გურამ ავალიანთან მოვიკითხავთ ამ თემას. BTL Georgias ბიზნეს განვითარების დირექტორი შემოვარდნა უკვე ჩვენ სტუდიას. გურამ, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ გსტუმრობთ გადაცემაში. მადლობა თქვენ და მე ვესალმები თქვენს მაყურებელს. მინდა დავიწყოთ საუბარი დღეს რა სურათი გვაქვს? არის თუ არა განსხვავებული ეს სურათი, რაზეც საუბრობდით თქვენ კომპანია ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში, გასაგები მიზეზების გამო მაშინ ჯერ კიდევ ეს პოლიტიკური პროცესები იყო გაცილებით ცხელი ვიდრე დღეს არის, ამიტომ გასაგებია რომ თქვენი პარტნიორები თავს იკავებდნენ საქართველოში ჩამოსვლისგან და აქ რაღაც კორპორაციული ღონისძიებების გამართვისგან. დღეს არის თუ არა შეცვლილი რადიკალურად ან ხელშესახებად ეს სურათი? რა ხდება? ვიტყვი პირველ რიგში იმას, რომ თქვენ არხთან ვიზიტ ყავთ ძალიან გვეხარია ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს. შესაბამისად, ბოლო ჩვენი ვიზიტისას განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და ორი ალტერნატივა გავწერეთ მე და ჩვენმა კომპანიის დირექტორმა მაია ბიბილაურმა. ერთი იყო პოზიტიური მოლოდინები და მეორე იყო ნეგატიური სცენარი, რომელიც ქადაგებდა იმას, რომ კორპორატიული ტურისტული მიმართულება საქართველოში სერიოზულ ზარალს და მზარდ ზარალს მიიღებდა თვემდე იქამდე სანამ პოლიტიკური სიტუაცია იქნებოდა საკმაოდ მძიმე საქართველოში. შესაბამისად, ამ ეტაპზე სამწუხაროდ ნეგატიურ სცენარით მიმდინარეობს მოვლენები. ის გაუქმებები, რომელიც დაგვეწყო 2024 წლის აპრილიდან, გვიგრძელდება უკვე დაახლოებით წელიწადი შესრულდა ახლა. შესაბამისად, ის დასავლური ბაზრები, რომელზეც სერიოზული ინვესტიცია გავაკეთეთ ჩვენმა კომპანიამ, ვეცადეთ რომ მაქსიმალურად მოგვეზიდა ჩვენი მიმართულებით, საქართველოს გაგვეცნო. ეს პარტნიორები ჩვენ მიმართ ძალიან მხარდაჭერით არიან განწყობილი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ მათი არგუმენტი კორპორატიული ტურისტული მიმართულების წახალისებაზე არის ის, რომ ამ ეტაპზე მათი კორპორატიული კლიენტები ვერ იქნებიან დაინტერესებული იმ მიმართულებით, სადაც უსაფრთხოების მიმართ კითხვის ნიშნები დგას. რა თქმა უნდა, ამის არგუმენტირების ცდილობები ჩვენგან არის. ჩვენის პრაქტიკული მაგალითები არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც წინა წლის დეკემბერში, როდესაც სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო ჩვენს ქვეყანაში, პარალელურად ვუმასპინძლეთ ერთ მსხვილ პროექტს და შევძელით ჩვენი თანამშრომლებისა და გუნდის პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მაქსიმალურად აგვერიდებინა ყოველგვარ პერიპეტიებს ჩვენი სტუმრები, მაგრამ გურამ, საუბარია მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბზე თბილისზე, ამ შემთხვევაში თუ მთლიანად ქვეყანას განიხილავს როგორც საფრთხის შემცველს ეს ბიზნეს მოგზაურე? პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ კორპორატიული ტურიზმის სამასპინძლო ლოკაცია საქართველოში არის თბილისი. მეორე ალტერნატიული მიმართულება არის ბათუმი, მაგრამ თბილისის პოტენციალი ბევრად უფრო მსხვილი არის. შესაბამისად, ყოველთვის მაისი საქართველოში იწყება თბილისში და შემდგომში უკვე ეცნობა რეგიონებს. შესაბამისად, თბილისში თუ სიტუაცია არ არის მათთვის სასიამოვნო და საინტერესო, ჩვენ სრთულია გადავარწმუნოთ, რომ თუნდაც დავიწყოთ პროექტი კახეთში, დავასრულოთ ყაზბეგში და ავირიდოთ ყველაფერი. გასაგებიც არის ეს ყველაფერი. კი ბატონო. გურამ, ამ შემთხვევაში ვინ იყვნენ თქვენი მთავარი დამკვეთები ამ შემთხვევაში, როგორც ამბობთ, ეს არის დასავლური კომპანიები და დასავლური მარკეტი, რომელზეც მუშაობდა ხო თქვენი კომპანია. იყო თუ არა გეგმაში მსხვილი ფართომასშტაბიანი კორპორაციული ღონისძიებები საქართველოში და რა მოცულობის, ასე ვთქვათ, ესეთი ივენთების გაუქმებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ დღეს? ჩვენ უკვე წინა დეკემბრიდან დაგვეწყო ეს გაუქმებები, როდესაც პოლონელების ერთი დიდი კორპორატიული ტურისტული პროექტი პროექტი გაგვიქვნა, მალევე მიიღო გერმანელების პროექტი. ფაქტიურად სამი პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან დადასტურებული, ამ მიმართულებით სერიოზული ზარალები მივიღეთ და ერთი იტალიური პროექტი, რომელიც ყავდა პილიგრიმების სახით კორპორატიული დიდი ღონისძიება უნდა გავაკეთებინა, ფაქტიურად თავისი შემოსავლით და მასშტაბიდან გამომდინარე დარჩა მხოლოდ 30% გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილეების დიდმა ნაწილმა უარი თქვა მოგზაურობაზე. შესაბამისად, ერთი არის ის, რომ ფაქტიურად სრული პროექტები გვექნება, მაგრამ მეორე არის ის, რომ არსებული პროექტებიც კი სრული მასშტაბებით ვერ ხორციელდება, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ზოგი კორპორატიული კლიენტი რისკავს
და იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოს ტურიზმის გაკეთება ჩვენ შევძლებთ დარწმუნება მათი საქართველოში მაის პროექტის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ მათი მხრიდან ინდივიდუალურად მოგზაურები უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყვანებენ ამ პროცესს და თელს საკითხს. კი ბატონო, საინტერესოა თქვენი კომპანია აი სასტუმრო ბიზნესის სხვადასხვა გზებით ცდილობს თავის გადარჩენას ხო ამ კრიზისულ პერიოდში. აი თქვენთვის რა არის ალტერნატივა ამ შემთხვევაში? არის თუ არა სხვა ბაზრებზე ორიენტირება გამოსავალი ამ შემთხვევაში თუ დასავლური კომპანიები აღარ აპირებენ საქართველოში საქმიანი ვიზიტებით ჩამოსვლას? მაგ მიმართულებით ორი პოზიცია გვიჭირავს. ერთი არის ის, რომ მაინც მოლოდინი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან პოზიტიურ შედეგებს მიმართულებით მივიღებთ იმის გათვალისწინებით, რომ 2 წლის განმავლობაში სერიოზული მჭიდრო ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ არაერთ დასავლელ პარტნიორებთან. შესაბამისად, მათი მხრიდანაც არის ინტერესი, რომ გარკვეულ პერიოდში და გარკვეულ ეტაპზე დაარწმუნონ თავიანთი კლიენტები, რომ საქართველოში გამართონ ღონისძიება. მაგრამ ამის პარალელურად ერთი არის, რომ შევიმუშაოთ მცირედი კონკრეტულ პერიოდზე ორიენტირებული გადარჩენის გეგმა, ასე ვთქვათ. ამ მიმართულებით დაგვეხმარა ძალიან სხვადასხვა ავიახაზები და სხვადასხვა კომპანიები, იმიტომ რომ ეხლა ხან თუნდაც ყაზახეთში გავაკეთეთ დიდი ღონისძიება, ერასტანას დახმარებით, სადაც უმასპინძლად 20-მდე უმსხვილეს კომპანიას და 40 წარმომადგენელს, სადაც გავაცანით ჩვენი კომპანია. მეორე საკითხი არის, ზოგადად BTL საკმაოდ დიდი სახელი აქვს პოსტსაბჭოთა სისტემაში, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ყოველთვის ტურიზმი დგას პიროვნულ ურთიერთობებზე და ტურიზმი დგას მუდმივ კომუნიკაციაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვახდენთ ინტეგრირებას. ანუ არის მოთხოვნა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ამ ტურიზმის ამ მიმართულებაზე? ვიტყოდი ასე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ბაზრისთვის არასაკმარისი არის ეს მოთხოვნილება. მოთხოვნილება არის, შესაბამისად ჩვენც შევდივართ მჭიდრო კონკურენციაში, მაგრამ ბევრი ადგილობრივი კომპანია არის ჩართული ამ პროცესში, შესაბამისად, რაოდენობრივადაც კი არ არის საკმარისი. ეს არის უბრალოდ კონკრეტული გარდამავალი პერიოდის ნაბიჯები, რომელიც იძულებული გავხდით, რომ გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებით საქართველოს მიმართებაში გარკვეული პოზიცია აქვს ის, რომ ან გაკეთებული აქვს პროექტი, ან განიხილავენ როგორც ალტერნატივებს თუნდაც დუბაისთან, თურქეთთან და სხვა ლოკაციებთან შედარებით. შესაბამისად, კონკურენციის ფაქტორი მათთანაც სერიოზული არსებობს და შემდგომში უკვე კონკურენციის ფაქტორი გადმოდის შიგნით საქართველოშიც. კი ბატონო, აი მთავარ კონკურენტებად ვის განიხილავთ ამ შემთხვევაში? ანუ თბილისის კონკურენტი, საქართველოს კონკურენტი და ჩვენ დღეს განვითარების რა ეტაპზე ვართ? აი მაის ტურიზმი განვითარების რა ეტაპზეა და რა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა? სათანადო სერვისი რამდენად შეგვიძლია მივაწოდოთ მოთხოვნიდან გამომდინარე, იგივე თუნდაც ფასი სიმხრივ რამდენად მიმზიდველია ამ ხრივ განიხილებოდეს თბილისი ამ მიმართულებით. ზოგადად ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი კონკურენტი ყავს რეგიონში. დასავლელ ბაზრებთან შედარებით ჩვენი კონკურენტი იყო იგივე საბერძნეთის, იგივე თურქეთის, იგივე მონტენეგროს და ბევრი სხვა ლოკაციებიც. ეს არის ჯგუფები, რომელიც განიხილებოდა ევროპული მოგზაურობის მხრიდან როგორც ალტერნატიული მიმართულება, არა მეინსტრიმული, როგორც სიტყვაზე არის ბარსელონა, ან ლისაბონი, ან იტალია. შესაბამისად, მეორე ჯგუფი არის ალტერნატიული მიმართულება. როდესაც საუბარი გვაქვს პოსტსაბჭოთა და თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, მათ აქ უკვე სხვა, ასე ვთქვათ, გათამაშებაში ხვდებთ, გამომდინარე იქიდან, რომ გვემატება კავკასიის სხვა ქვეყნებიც და ცენტრალური აზიის თვითონ ქვეყნებიც, იმიტომ რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულია ამ მიმართულებით. შესაბამისად, ვიტყოდი ასეთ რაღაცას. გვაქვს გარკვეული უპირატესობები, მაგრამ ფასი ეს უპირატესობა ნამდვილად არ არის. ჩვენი უპირატესობა პირველ რიგში არის ადგილობრივი სტუმართმასპინძლობის კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია მემკვიდრეობით, ასე ვიტყოდი და შესაბამისად, ბევრმა სხვა ადგილობრივმა ქართულმა კომპანიამ ამ კულტურის მოდერნიზება მოახდინა, რაც ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. და რამაც მოგვიტანა კიდეც ასეთი კარგი 2018, 2019, 2017 წელი ქართულ ტურიზმში და მეორე უპირატესობა არის თვითონ ავთენტურობა. ავთენტური ნატურა, რომელიც გვაქვს. ანუ სიტყვაზე, როდესაც ცენტრალური აზიის ქვეყანა განიხილავს დუბაის და განიხილავს თბილისს, ერთი შეხედვით ეს თბილისი ვერ შევა კონკურენციაში დუბაისთან, იმიტომ რომ განსაკუთრებით კორპორატიული ტურიზმის მიმართულებით ბევრად მეტი შესაძლებლობა გააჩნია ამ ლოკაციას. მაგრამ სიტყვა ავთენტურობა და სიტყვა ორიგინალურობა ჯერ კიდევ ბევრ რამეს ნიშნავს ტურიზმში და შესაბამისად ეს არის ის მიმართულება, რომელზეც მგონია, რომ ჩვენ როგორც კომპანიებმა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან, იმიტომ რომ
ფასი ეს არ არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. გურამ შიდა ბაზარზე როგორია მოთხოვნა? ანუ ერთია რომ თქვენთვის პრიორიტეტი მაინც არის დასავლური ბაზრები და იქიდან მოთხოვნის მოკლედ აქ შესაბამისი სერვისის მიწოდება, თუმცა თქვენ მუშაობთ ადგილობრივ ბაზარზეც. შექმნილი არასტაბილურობა და რაღაცა ტურბულენტური გარემო ყველა სექტორზე მოქმედებს. აი აქ ჩემი წინასწარმეტყველი საუბრობდა რომ მოგზაურობისგანაც კი თავს იკავებს ინდივიდუალური მოგზაური, ხო? იმიტომ რაღაც ცდილობს დაზოგოს თანხები და გადაავადოს ეს მისი ასე თქვა თუნდაც მოგზაურობა. აი თავად ბიზნესი ის კომპანიები რომლებსაც ემსახურებოდით მანამდეც აი მათ გადაწყვეტებზე თუ მოქმედებს ეს მოვლენები აი შიდა ბაზარზე მოთხოვნაც ესეთი განვლებულია როგორც დასავლურ მარკეტზე. ვერ ვიტყოდი, უბრალოდ სეგმენტურად და ინდუსტრიული სხვაობა წარმოიქმნა ძალიან სერიოზული. არის რამდენიმე ინდუსტრიული მიმართულება, მაგალითად ტექნოლოგიური მიმართულება, gambling software development კომპანიები, IT მიმართულებები, რომლებიც აქტიურად დაფრინავენ, შესაბამისად მათი მხრიდან მოთხოვნის ზრდასაც კი განვიხსნებთ. ანუ შიდა მოთხოვნა გაზრდილია? ამის პარალელურად არის რამდენიმე სერიოზული მიმართულება, როგორც არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც აქტიურად იყო ჩვენი მომხმარებელი ამ პერიოდში და შესაბამისად მათქნის მოთხოვნების რაოდენობა შემცირებულია. არგუმენტები მგონია რომ დარწმუნებული ყველა მიცით რა არის ამის გამომწვევი ფაქტორი, ან რატო შემცირდა ასეთი რაოდენობა, მაგრამ ბალანსი სიმართლე გითხრა გამოწვეულია უფრო იმით რომ ზოგი ინდუსტრია ვითარდება და ის ინდუსტრიები ვითარდება პირველ რიგში რომელზეც პოლიტიკური ფაქტორი უფრო ნაკლებად აისახება. ეს უფრო საინფორმაციო ტექნოლოგიები? კი და მოწყვლადი ინდუსტრიები ცოტა უკვე სერიოზულ ზარალს ღებულობენ და შესაბამისად ჩვენზეც აისახება ეს პროცესი. რა მიმართულებებზეა მოთხოვნა ამ შემთხვევაში? აი სად უგეგმავთ მოკლედ ამ ღონისძიებებს ამ ღონისძიებებზე არ ვიტყვი. ღონისძიებები გვაქვს რამდენიმე გაკეთებული თუნდაც წინა წლის ჭრილში, ბრიუსელში და ევროპულ რამდენიმე ქალაქში. მაგრამ თვითონ ინდივიდუალური ბიზნეს ტურიზმის ვიზიტორთა რაოდენობა, ანუ ბიზნეს ვიზიტების რაოდენობა ბოლო პერიოდში სერიოზულად გაზრდილი არის აზიის მიმართულებით და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით. კი ბატონო. და გურამ რაღაც შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, რაზია ეხლა დამოკიდებული, ალბათ ბანალურია ეს კითხვა, თუმცა მაინც უნდა დავსვა, რაზია დამოკიდებული ის რომ გაჩნდეს უფრო მეტი მოთხოვნა, მათ შორის იმ პრიორიტეტული ბაზრებიდან გულისხმობ ევროპის მიმართულებას და აი პერსპექტივა მაის ტურიზმს საქართველოში როგორი აქვს უახლოეს მოკლე ვადიან პერიოდს თუ შევხედავთ? სამწუხაროდ წინა დეკემბრიდან განსხვავებით ამ ეტაპზე მიჭირს პოზიტიური პროგნოზის გაკეთება. თქვენ წინა რესპონდენტს კითხეთ, რომ რამდენად კმაყოფილი ხართ მარკეტინგული კამპანიებით დასავლეთში, რომელიც კეთდება საქართველოს მიმართულებით. სამწუხაროდ ტურიზმი არის ის ინდუსტრია, რომელშიც შავი პიარადაც არ ითვლება, ანუ პიარი უნდა იყოს კონკრეტული, თარგეტირებული და სწორი, განსაკუთრებით კორპორატიული ტურისტული მიმართულებით. შესაბამისად, ვისურვებდით, რომ მალე ნიუსთა ტალღა, ნიუსთა წრე ჩანაცვლებული იყოს პოზიტიური სიახლეებით და ხელშესახები არგუმენტები მიიღო ჩვენმა პარტნიორებმა ევროპაში, რომ საქართველოს არის უსაფრთხო მიმართულება. თუ ეს იქნება დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ავთენტურობის და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ხასიათიდან გამომდინარე, მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი გაგვაჩნია დასავლურ ტურიზმს უმასპინძლოთ და გულახდილი ვიქნები თქვენთან, რომ ცენტრალურ აზიის ტურიზმის მასპინძლობისთვის მგონია, რომ საქართველოს მზად არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინდუსტრია 2011 წლიდან შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტა უფრო ადრე პერიოდიდან თავიდან ბოლომდე ვითარდებოდა დასავლური მოდელითა და დასავლური ფასეულობებით. შესაბამისად, სასტუმრო ბიზნესი იქნება ეს, ტრანსპორტირების სივრცე იქნება ეს, თუ ჩვენ კორპორატიული ტურისტული კომპანიების პროდუქტები, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი არის, შემუშავებული არის ზუსტად ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამოცდილებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გვიჭირს ამ ყველაფერზე ადაპტირება, ახალ რეალობაზე ადაპტირება ძალიან გამომწვევი იქნება ჩვენთვის და ყველასთვისაც. აქამდე ყოველ შემთხვევაში ეს გაცხადებული იყო, რომ ვისწრაფოდით ევროპისკენ და აც არის გასაკვირი, რომ თქვენ ბიზნეს მოდელებიც ამ სექტორმა ააგოს სწორედ ევროპაზე. გურამ ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვაყენეთ საქმის კურსში რეალურად რა ხდება თქვენს სექტორში და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები რაღაცა მალე წავა იქითკენ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიქნებით საინტერესო მიმართულება მათ შორის დასავლური მარკეტისთვის. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ გურამ ავალიანი BTL Georgia's Business განვითარების დირექტორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.